ფროდო ცოცხალია, გენდალფი პრეზიდენტად. ეხლა ჩვენთვის საკულტო ფილმია ოჯახში თითქმის ყოველ წელს უყურებთ ხოლმე. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გავლენებზე, რაც ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში ქონდა ტოლკინს, მაგალითად ავიღოთ მუსიკა და ლედ ზეპელინი. უკმაყოფილი იყო შექსპირით, ამბობდა რომ იქ ელფებსო, სუდად იხსენიებსო. აქ არის ის მარადიული თემები, რომელიც დღეს ჩვენ ხელის გულზე გვაქვს. რა შეუძლია ძალაუფლებას. აქ შემოდის მე სიამაყისა და სიმამაცის კავშირებიც, მაგრამ თავარი არცი ეს არის, რომ არ გვინდა ხელისუფლება. არ გვინდა ეს ერთპარტიულობა რა. დაახლოებით ეგეთი რაღაც არის, იმიტომ რომ ეპიკური რაღაცეები ხდება. თან იცით როგორ არის, თითქოს ისეთი სამყაროს ქმნის, რომ არ ახარ ნამყოფი იქ. მაგრამ ას შენია რა. ეს მითხრა სერიოზულად რა და საერთოდ გადამივარდა გამას მე უთხარ საერთოდ არ დაველაპარაკებ იმიტომ კი არა ეს საინტერესოა ალბათ მაგრამ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარიამას ვლოგს, უყურებთ ჩემს პერსონალურ პოდკასტს, ჩემი სტუმარი არის ალეკო შუღლაძე და გაგიკვირდებათ და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფენტეზიზე, უნდა ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად ტოლკინის შემოქმედებაზე. მე და ალეკო დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მეგობრობთ და საკმაოდ გვიან აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ვართ ფენტეზის მოყვარულები და განსაკუთრებით კი ტოლკინის გულშემატკივრები და მახსოვს, რომ ეს რო აღმოვაჩინეთ სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით, წავედით სპეციალურად ტოლკინზე სასაუბროთ კაფეში, დიდ ხანს ვისაუბრეთ და იმას შემდეგ სიმართლე რო გითხრა, ძალიან მენანებოდა საჩემოთ ეს საუბარი, რომ დარჩენილიყო, ვინაიდან ჩვენ გავცვალეთ აზრები, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შთაბეჭდილებები და ვფიქრობ, რომ შესაძლოა მაყურებლისთვისაც და ტოლკინს ნამდვილად ძალიან ბევრი მკითხველი ყავს საქართველოშიც, შეიძლება საინტერესო მიგნებები აღმოაჩინონ ჩვენთან ერთად. ამიტომ ვიწყებთ ტოლკინზე საუბარს, ვიწყებთ ფენტეზიზე საუბარს. თავდაპირველად დავიწყოთ, როდის წაიკითხე პირველად და რომელი ნაწარმოები იყო? ეს იყო ბეჭდების მბრძანებელი თუ არ მეშლება, არა, ეს იყო ჰობიტი, პირველად რომ წავიკითხე. კი ბატონო. ქრონოლოგიურად გამოდის ეს, ჰობიტი წავიკითხე. ეს იყო 2000-იანი წლების მიჯნაზე იყო რა, 21 საუკუნის მიჯნაზე, ზუსტად წლები აღარ მახსოვს, მაგრამ აი სადღაც მანდ იყო. და ამას უკვე მოყვა ბეჭდების მბრძანებელი. ჰობიტის მერე. ჰობიტი უფრო თითქოს მომეჩვენა, რომ ესეთი იყო რაღაცნაირად ბავშვს ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო ესეთი იყო, მაგრამ ბეჭდების მბრძანებელმა ძალიან გამოკვირვა. ეს უკვე სულ სხვა კლასი არის. სხვა კლასი აღმოჩნდა. მე რა თქმა უნდა დავიწყე, შევეცადე სიღრმეებში წავსულიყავი, მაშინ ამდენი ინფორმაციები რაღაცეებიცაც მოძიება ცოტა რთული იყო. შემდგომში მუდამ ვიყავი დაინტერესებული, ერთი-ორჯერ მაქვს თუ მეტჯერ არა გადაკითხული, მესამეჯერ უკვე დავიწყე, მაგრამ სადღაც გავჩერდი, იმიტომ რომ რაღაც სხვა საქმეების გამო. შემდეგ ამას დაერთო სწორედ იმ პერიოდში ეკრანიზაცია, ტოლკინის ეკრანიზაცია. არაჩვეულებრივი. ამან ეკრანიზაცია ძალიან მომეწონა. ეხლა ჩვენთვის საკულტო ფილმია ოჯახში თითქმის ყოველ წელს უყურებთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ლიტერატურული ნაშრომი, რომანი სხვანაირია, შეიძლება მე ახლა არ ვიცი თანამედროვე მკითხველს ის ვიცი მოსწონს, მაგრამ მაინც როგორ აღიქვამს ამას, ჩემთვის რთული საქმეა, იმიტომ რომ ხომ გესმით იმ წინა საუკუნის შუაში არის დაწერილი რა. დაახლოებით და აი ესე იყო რა. 54-ში გამოიცა ბეჭდების მბრძანებელი თუ ზუსტად მახსოვს? დიახ, 1920 საერთოდ ამაზე როგორც მე ამოვიკითხე და როგორც მახსოვს, ამ ქვეყანაზე, ამ შექმნილ ქვეყანაზე, რომელსაც ტოლკინი ქმნის, ამ სამყაროზე მან მუშაობა დაიწყო 1917 წელს. მაშინ იმ პერიოდიდან შექმნა რაღაც ჩანახატები ქონდა, ყველაფერი ჰობიტი ცოტა მოგვიანებით, ხოლო 1927-ში, შეიძლება ხა თარიღები ბოლოს ზუსტად არ მახსოვდეს, მაგრამ ასე მახსოვს, 27 წელს დაიწყო მუშაობა მან აი ამ ბეჭდების მბრძანებელზე, იმუშავა 59 წლამდე იმუშავა და ბესტსელერი გახდა ეს, გახდა ბესტსელერი, რა თქმა უნდა, გაიყიდა იმ პერიოდისთვის, ეხლა მე ინფორმაცია შეიძლება მომიზველ და უფრო მეტია, მაგრამ 150 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა რა. ესე იგი მას სურდა, იცით რა, ეს წიგნი რო გამოვიდა, 3 ნაწილად იყო გამოსული.
წიგნი დიდია 9000 გვერდი არის მთლიანობაში მე მგონი რა. ამიტომ ეთყობა გამომცემლებს აწყობდათ ესე სამ ნაწილად დაშლა. თუმცა ტოლკინი წინდა ხოლმე რომ ერთი რომანიაო სამ ნაწილად მისი წარმოდგენა საჭირო არ არისო ასე ამბობდა და ფიზიკურადაც რთული ახლა რომ წარმოვიდგინოთ ამ ხელა წიგნის დაბეჭდვა ჯერ ხელში სატარებლად მე აი ზუსტად ეგეთი წიგნი მქონდა მე რუსულად ინგლისურად ფლიანი იყო და სილმარილიონის დამატებული ხოდა ეს იყო სურვილი ტოლკინის რომ სილმარილიონი ჩიგნით ყოფილიყო და ძალიან მომეწონა ეს წიგნიც ახლაც მაქვს ცოტა რთული წასაკითხი ხო პატარა შრიფტია მაგრამ ძალიან მომეწონა იმიტომ რომ სილმარილიონი ძალიან კარგი ნათარგმნი იყო მომეწონა რუსულად კითხულობდი რუსულად კითხულობდი იმიტომ რომ მე ინგლისურად ეხა მით უმეტეს ტოლკინს გამიჭირდებოდა ძალიან რთული არის ეს თუ ჩვენ დაგჭებოდ რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ თუ როგორი ენა აქვს შექმნილი მანდ და ამიტომ ჩვეულებრივ ინგლისურიც მიჭირს ხოლმე რა ენაზეც ჰობიტები საუბრობენ ჩვეულებრივ ინგლისურით საუბრობენ ჰობიტები და დანარჩენები არქაული და ცოტა რთული ინგლისურით საუბრობენ აქედან გამომდინარე ჩემთვის რთული იქნებოდა. ლინგვისტურად ძალიან საინტერესო არის. თუნდაც გოლუმის პერსონაჟი, მე როგორც მახსოვს, ფაქტობრივად მისი ეს გაურებული პერსონაჟი ორი სხვადასხვა ენით საუბრობს. ესეც რამხელა ოსტატობა არის. როდესაც აი შენ საუბრობ, რომ მას შემდეგ, როდესაც პირველად წავიკითხე, მე მუდმივად ამის ერთგვარი მკვლევარი გახდი და მე მგონია, რომ ვისაც ტოლკინი უყვარს, ნამდვილად ასე არის. აი ამის სამაგალითოდ, აი წიგნები რაც ახლა ჩვენ მაგიდაზე გვაქვს, ფაქტობრივად ეს არც ერთი ტოლკინის დაწერილი არ არის, მაგრამ თითოეული მათგანი ტოლკინის სამყაროზე არის, დანაწევრებული არის როგორც ბნელი ძალები, ისე ლექსიკონი. ფაქტობრივად ტოლკინმა შექმნა დამოუკიდებელი ალტერნატიული სამყარო. მთელი თავისი არქიტექტურით, ესე შეგვიძლია ვთქვათ, ეს არ არის ფენტეზი, სადაც პერსონაჟი გადადის სხვა სამყაროში. ეს არის დამოუკიდებლად შექმნილი სამყარო და აი სილმარილიონი ახსენე, რომელსაც ფაქტობრივად ტოლკინის სამყაროს ბიბლიასაც უწოდებენ. იმდენად სრულყოფილი არის მისი მთელი შემოქმედება. დამოუკიდებლად ჩვენ შეგვიძლია რომ დამოუკიდებელი პლანეტა აღვიქვათ და ძალიან მომეწონა, ზოგს არ მოსწონს ამბობენ რომ ის, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასეთი სამყარო, სიმღერებით შექმნილი და შემდეგ იქ როგორ ბოროტდება მორგოტი და ასე შემდეგ და საურონზე ადრე ვინც იყო ეს მორგოტი და ასე შემდეგ ეს ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რა. საქმე იმაშია როგორც კი მე ეს წავიკითხე მივხვდი ხა ინგლისურად არა, მაგრამ რუსულადაც ვკითხულობდი, მივხვდი რომ ძალიან ისეთი ენა იყო. ამიტომ დავინტერესდი, რა თქმა უნდა, ხა ტოლკინი აღმოჩნდა ანგლო-საქსონური ენების სპეციალისტი აღმოჩნდა და ეხლა არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქვის, არის ის იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ენათმეცნიერი იყო, მაგრამ კონტრასტული ენების, აი ესე იყო, კონტრასტული ენების კონტრასტულობას განიხილავდა, ესეთი სპეციალობა აქვს, ანუ მათი შედარება ხდებოდა სხვადასხვა ენების და შესაბამისად საერთოდ, როდესაც მისი თარგმანები გაკეთდა, ის იმდენად ღრმად იყო ჩახედული ყველა ენებში, როდესაც მისი თარგმანები გაკეთდა და ის ითარგმნა 50 ენაზე, 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, თვითონ ამოწმებდა ხოლმე თარგმანებს. წარმოგიდგენიათ და შვედური გამოცემა დაიწუნა. რამდენადაც მე ვიცი, შვედურ გამოცემაზე თქვა, რომ ესაო არ მოვწონსო. ესე იგი უნდა იცოდე, ხო? უნდა შედარების საშუალება ჰქონდეს. აი ესეთი პიროვნება იყო და შესაბამისად ალეკო, იცი, ვიდრე ენაზე გადავალთ და რადგან ახსენე აი ეს ომის პერიოდი, მეორე მსოფლიო ომს რადგან ახსენე ომის პერიოდი და ეს მეორე მსოფლიო ომს გულისხმობდი, თუმცა თავად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და ხშირად საუბრობენ, რომ აი ეს ომის გამოცდილება მეტნაკლებად აღწერილი არის ბეჭდების მბრძანებელში. თუმცა თვითონ ტოლკინი ინტერვიუებში ამბობდა, რომ ეს არ არის ომის ალეგორია, ბეჭდების მბრძანებელი, რასაც არაერთხელ ამბობენ ხოლმე, თუმცა ეს გამოცდილებები ამას არ უარყოფდა, რომ ეს გამოცდილებები ნამდვილად იყო
განმაპირობებელი არის სხვადასხვა ეპიზოდის შექმნაში. მაგალითად, აი მორდორის უდაბნოზე ამბობენ, რომ როდესაც საფრანგეთისა და ბელგიის გაჩანაგებული ბრძოლის ველები ნახა, ფაქტობრივად ეს გახდა ინსპირაცია ერთგვარი, რომ შეექმნა მორდორი. ამასთან ერთად, როდესაც სანგრებში ნახა მოკლული ადამიანები, ესეც იყო ძალიან დიდი ინსპირაცია და თუნდაც აი ეს სამეგობრო ეს ხო რაც ბეჭდების მბრძანებელში არის, ის არ უარყოფდა რომ სწორედ ომის მეგობრებზე წერდა. კი, შეიძლება ასეც იყო ძალიან ბევრი კრიტიკოსი და ლიტერატურული მცოდნე სხვადასხვანაირად განიხილავს და ცხადია ეს ალბათ იმოქმედებდა რაღაცნაირად შეუძლებელი ის იმ პირველ კოშმარულ ომს ესე არ ემოქმედა. მე ასევე გავეცანი და იმ მოსაზრებებს რომ მასზე ზემოქმედება არა იმდენად პირველმა ომმა რა თქმა უნდა იმოქმედა პირველმა მსოფლიო ომმა, არამედ სხვა ლიტერატურულმა ნაშრომებმა მოახდინა მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა. აქ იყო საუბარი საერთოდ იცით როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი, ეს თვითონ ტოლკინი წერდა წერილებში, რომ პირველად მან ენაზე მუშაობა დაიწყო. ენაზე მუშაობდა ამ შემთხვევაში ესე იგი ამუშავებდა მასე დიდი რადგან ძველი ინგლისური ლიტერატურა და ძველი ინგლისური ენის სპეციალისტი იყო, ამიტომ ბეოვულფი იცოდა ძალიან კარგად, შესაბამისად მასზე დიდი გავლენა მოახდინა კელტურმა ღვთაებამ, მედიცინის კელტურმა ღვთაებამ ნოდენსმა, ასევე ფინური ზეგავლენა იყო კალევალასი, ესეთი ეპოსი არის კალევალასი და აი ამაზე მუშაობდა, ენებზე მუშაობდა და ენების მერე შეიქმნა რომანი. ასეთი უცნაური რაღაცა. რომანი შექმნა იმიტომ, რომ მისი ენები გამოეხატა ამაში. ესევე წეს არა შეიქმნა სიუჟეტი ათმა შეიქმნა პირველად არ შექმნილა სიუჟეტი და მერე ენები. თუმცა როცა სიუჟეტი შექმნა, მერე ენები კიდევ უფრო სხვანაირადაც მოარგო თავის გმირებს, მაგრამ ეს სალსახა არის, რომ პირველად მუშაობდა ამ რუკებზე მუშაობდა, იცით როცა ქმნიდა რას აკეთებდა, მთვარის ფაზებს აკვირდებოდა ზუსტად, იმიტომ რომ ამას იყენებს მერე. ამიგეთ იქ სხვადასხვა იმებში იყენებს. ასევე დადიოდა ფეხით ზომავდა მანძილს, ხობიტების ნაბიჯებით დადიოდა რომ ეს გამოეთვალა. ამას ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ეს პარალელურად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი ენა, რომელსაც ის ქმნიდა. ფაქტობრივად მან სრულიად ახალი ენაც შექმნა. ხო, აი ახალი ენა შექმნა იქ ელფების ენა, მაგალითად ასევე შექმნა გამახსენდება ელფების დიახ, აი ერთ-ერთი რამდენიმე ელფები არიან და ერთ-ერთი ტიპი არის ელფების, რომელიც თვითონ სიუჟეტურად ხობიტებს ვერ ხვდებიან, მაგრამ ამბობენ რომ გონი სემუელ გენჯი ამბობს რომ რა კარგი შევისწავლიდი ამ ენასო. რადგან ენებზე გავჩერდით მინდოდა რაღაცნაირად მაინც ამაზე გამემახვილებინა ყურადღება ამას როგორ ამოჭრით ნახავ ერთი რა. არა მოვჭრი. ხო და ესე იგი როგორც თქვი, ხობიტები საუბრობენ ინგლისურ, ჩვეულებრივ ინგლისურ, იმ პერიოდში რაც იყო, ინგლისურ ენაზე საუბრობენ. შემდეგ არაგორნი საუბრობს არქაულად, ძველი რაღაც არქაული ისინი შემოდის, ლექსიკა. თვითონ ეს სემუელიც საუბრობს, რადგან ხობიტები არიან, მაგრამ იყენებს რაღაც სლენგებს, რაღაც ფრაზებს, ძალიან სალაპარაკო ყოფილა მისი ენა, სალაპარაკო. ანუ იმდად ლიტერატურული არ არის. ასევე არის ძალიან საინტერესო სარუმანის ენა. სარუმანის ენა აღმოჩნდა მრავალფეროვანი, ის საუბრობს როგორც მაღალფარდოვანი, ასევე შეუძლია ესეთი დიქტატორული ენით საუბარი. აი სხვადასხვანაირად, აი ამ იმაში სარუმანს რამდენიმე ენას იყენებს, არ მოგიდგენიათ? დატოქსოს ასევე სარუმანი ხასიათდება იმით, რომ მას შეუძლია მომაჯადოებელია მისი საუბარი,
მისი საუბარი არის აი მოგაჯადოებს ეს მე ეკრანიზაციაში ვეღარ გამოიყენეს, მაგრამ წიგნში ესეა რომ არ მოусმინოთ მას, იმიტომ რომ ის ფლობს აი ამ მაგიით ენის ხო. ასევე გენდალფს გავს სარუმანის საუბარს, უბრალოდ რაღაცნაირად გავს, იმიტომ რომ მასაც შეუძლია მაღალ ფარდოვნად ისაუბროს ისეთი მაღალი ენერგეტიკული იმით, მაგრამ მას იუმორი აქვს სარუმანისგან განსხვავებით, იუმორს იყენებს და ასევე ხო, რაც შეეხება ორკებს, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ორკებს თავისი ენა აქვთ და მუშებად განიხილავს მას. ინგლისელი მუშების რაღაც ესეთი ტიპის ენაა რა. და ორკებიც არ საუბრობენ ერთი ენით. გააჩნია ორკში ვინ არის, რა ჩინი აქვს იმ ორკს, იქ ხო რაღაც უფროსები არიან ორკების. ის სხვადასხვანაირად საუბრობენ, ის ზოგი მაღალჩინოსანი ორკი, ვიღაცაები იქ სხვადასხვა ტიპის ორკები, აი ამდენი წარმოგიდგენია? აი ამდენი ხო, აი ეს ჯუჯებიც ისე საუბრობენ, როგორც დაახლოებით ისე ელფებს თავისი ენა აქვთ და ჯუჯებსაც ძველებური ენა აქვთ რა. ხო და ეს უბრალოდ აი როგორ შეიძლება თან ასეთი ფოკუსირებული იყო ლინგვისტურ მხარეზე და ამდენი ენა შეაჯერო ერთმანეთში არ არისო, ყველას თავისი ჰქონდეს და ამასთან ერთად შექმნა ისეთი ძლიერი სიუჟეტი, როგორიც მაგალითად ბეჭდების მბრძანებელში გვაქვს. ახსენე სილმარილიონი მე ძალიან მიყვარს, აგერ მაქვს. სილმარილიონი ძალიან. თან მაქვს სილმარილიონი და ინგლისურად მომიწია წაკითხვა, ვინაიდან სამაგისტრო რომ მაქვს ამაზე დაწერილი და ძალიან კარგია. აი სილმარილიონი საერთოდ ტოლკინის სიცოცხლეში არც გამოცემულა. მისი გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად აი ეს უბის წიგნაკები, მისი ჩანაწერები აი მისი მთელი შემოქმედების პარალელურად იქმნებოდა თან სილმარილიონი. ეს არის რაღაც პარალელურ რეჟიმში ტოლკინი წერდა თუ როგორ იქმნებოდა მისი სამყარო, ამიტომაც ვთქვით რომ ბიბლიასაც უწოდებს და აქ არის ფაქტობრივად სამყაროს დასაბამი, როგორ შეიქმნა სამყარო თავისი სინათლით, მზისა და მთვარის გაჩენამდე, ეს ქვები რომელიც შემდეგ სილმარილებში არის მისი ნათება მოთავსებული ხო და ფაქტობრივად ეს იქცა პირველ წყაროდ აი ამ მთელი ტოლკინის შემოქმედების და ამ ამბავს რომ დავუბრუნდეთ სიუჟეტურად შენც მწერალი ხარ დრამატურგიულად გამართული ამ ასეთი რთული სიუჟეტი სადაც ყველას თავის ხაზი აქვს და ის არსად არ იკარგება და ამასთან ერთად აი ეს ენობრივი სიმდიდრე რასაც ტოლკინი გვთავაზობს და მე იტყვიან ხოლმე რომ ეს ზღაპარია უბრალოდ ფენტეზია და მე ძალიან ვბრაზობ, როდესაც ფენტეზ იმ ჟანრში და იმ კლასში არ განიხილავენ, როგორც სხვა ლიტერატურას აკადემიურ სივრცეებზე ვამბობ და ვგულისხმობ. ძალიან რთულია, მე ასე ვფიქრობ, ასეთი რამის შექმნა, ძალიან რთულია. რა ვიცი, ყოველდღიური რაღაც საყოფა ცხოვრება რაღაცის შექმნა თითქოს უფრო ადვილია ჩემთვის, მით უმეტეს რომანები, რომელიც სიუჟეტსაც ვერ გაუგებ და რაზეა თავიდან ბოლომდე ვერ მიხვდები და უბრალოდ შიგნით რაღაცა არა, საერთოდ განსხვავდება ლიტერატურულ შინას, რასაც ეძახიან და რასაც გრაფომანიას, აბსოლუტურად განსხვავდება, ყველაფერი არის ნამუშევარი, ამიტომაც წერდა ის ამას 11 თუ 12 წელი. ძალიან პუნქტუალური არ არის სწორი სიტყვა, ძალიან ისეთი იყო, ანუ სანამ ბოლომდე არ მიიყვანდა პერფექციონიზმი ქვია ალბათ. ხო, აი სანამ ბოლომდე არ მიიყვანდა აი ამ თავის რაღაცა წინადადებებს, ნაწილებს, რაღაცებს არ ეშვებოდა. მიუხედავად ამისა, მე მისმა შვილმაც დაიწყო 70 წლის მერე ისიც ასწორებდა კიდე რაღაცებს. ანუ სილმარილიონი მისი შვილის შედგენილი არის ფაქტობრივად, კრისტოფერის. სილმარილიონში უბრალოდ ბეჭდების ბრძანებაში ჩანს სილმარილიონის ეპიზოდები გაიელვებს ხოლმე რა. იქ ბერენის ამბავი და იქ რო უყვებიან ერთმანეთს აი როცა არაგორნი და დაუშვათ ბორომირი და სხვები როცა საუბრობენ, იქიდან არის ეს ყველაფერი. ეს როგორ ხდებოდა, არ ვიცი, პარალელურად იყო და უკვე არსებობდა თუ ეს შექმნა და მე ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება ბიბლიას, შენ რო თქვი, ამან ძალიან იმოქმედა და თან ჩანს, თვითონ ბიბლიური, არა ქრისტიანობამ ძალიან იმოქმედა, ქრისტიანულმა ესე ამბობენ, რატომ გენდალფი კვდება და მე აღდგება. გამიგეთ? ფროდოს კვდება ფაქტობრივად, აი იმ ციხე კოშკში, სადაც დანგრეულ კოშკში, სადაც ეს შავი მხედარი ამ მახვილს ჩაარტყამს, მოწ იქაც კვდება, მაგრამ ელრონდი გადაარჩენს
ფაქტობრივად ასე ითვლება. ნახეთ როგორ სულ არის ეს მომენტები. არაგორნი შედის ამ მკვდრების გამოქვაბულში, სადაც და მეორე მხრიდან გამოდის ცოცხალი და ამ მკვდრებსაც აიყოლებს. ანუ ეს სიკვდილის-სიცოცხლის თემა თვითონვე აღნიშნავდა ჩემს რომანში არის სიკვდილის-სიცოცხლის თემა, სიკვდილისა და მარადიულობის თემა. და სხვათა შორის აი ამოწერილიც მაქვს მეც ესე მომზადებული ჩემი ლეპტოპით მოვედი და ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ტოლკინმა ეს უბის ჯიბიდან ამოიღო გაზეთიდან ამონაგლეჯი, სადაც იყო სიმონ დე ბოუარის ტექსტი, ეს იყო ესე 1964 წელს გამოცემული ესე და ამოიკითხა მისი ტექსტი და აი ამბობს ამ ტექსტში ასე წერია რომ არ არსებობს ბუნებრივი სიკვდილი, არაფერი არაა ბუნებრივი, რაც ადამიანს თავს ხდება, რადგან მისი არსებობაც კი სამყაროზე უამრავ კითხვას ბადებს. ყველა მოკვდება, მაგრამ სიკვდილი ყოველთვის უცაბედი უბედურებაა და მაშინაც კი თუ ადამიანმა ეს იცის და მას ეგუება, სიკვდილი გაუმართლებელი ძალადობა გახლავთ და ამ სიტყვებს შეიძლება დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ბეჭდების მბრძანებლის საკვანძო აზრი სწორედ ეს არის, ამბობს ტოლკინი და როდესაც აი შენ საუბრობ სიკვდილზე და აი ამ თემაზე მის წიგნებში, თავადაც ფაქტობრივად ამას გიდასტურებს. ამას გიდასტურებს. არაგორნისა და არვენის მომენტიც ამაზე არის რა. ანუ სხვათა შორის აქ შემოდის ამასთან არის გადაჯაჭვული, აი ამ სიკვდილსა და მარადიულობასთან არის გადაჯაჭვული ბედისწერის და თავისუფალი ნების კავშირი არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული რა. მაგალითად აქ კარგად ჩანს. რამდენჯერმე გაიელვებს, რომ შემთხვევით შეიძლება ბედისწერის გამო ბილბო პოულობს, ჰობიტში პოულობს ბეჭედს. კი. და შეუძლია მოკლას გოლუმი, მაგრამ არ კლავს. ხედავთ, აქ ნების გამოხატული იპოვა შემთხვევით თითქოს, მაგრამ თავის ნების გამოხატულებას. ფროდო ასევე შემთხვევით გადაეცემა მას ბეჭედი, მასაც შეუძლია გოლუმის მოკლა რამდენჯერმე, მაგრამ არ კლავს და ესეც თითქოს ამათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ საერთო ჯამში ბედისწერა გამოდის, იმიტომ რომ მე გოლუმი გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს რა. თითქოს უარყოფითი ტიპია და ამ დროს როგორ დადებით იმაზე ბეჭის განადგურებაში იღებს არაგორნი მონაწილეობას. არაგორნისა და არვენი ისეთი გამოკვეთილი ფიგურა არ არის თვითონ რომანში, როგორც მე ეკრანიზაციაში. მე მომეწონა რომ მე არვენი წამოწიეს წინ არვენი და მაგრამ იქაც ის გაიელვებს რა თქმა უნდა და აქაც ჩანს რომ არაგორნისა და არვენის გადაწყვეტილება როგორც ბერენისა და ლუთიენის ეს ძალიან საოცარი ეპიზოდია სილმარილიონში, როდესაც ბერენი ესე დახეტიალობს რაღაც სადღაც ტყეში და უცბად რომ გამოდის და ინახავს ამ ლუთიენს და ეს ლიტერატურულად ძალიან მომეწონა. გაქვავდება ამ სილამაზის და ამ დანახვით, ამ რაღაც შვენიერების დანახვით და ასე იდგნენ დიდხანსო და უყურებდნენ ძალიან დიდხანს იდგნენო რა. ალიკო, როდესაც საუბრობ თავისუფალ ნებაზე და აი ბედისწერა და თავისუფალი ნება ხომ და ვახსენეთ ლუთიენი და ბერენი და თუ კი ვინმეს არ წაუკითხავს. მე მგონია რომ მაინც უფრო ტოლკინის მოყვარულები გვიყურებენ, მაგრამ ეს არის ადამიანის და ელფის სიყვარულის ისტორია. აი აქ თავისუფალი ნება რა კარგად ჩანს, როდესაც ლუთიენი თავის ელფურ ცხოვრებას თმობს იმისთვის, რომ ბერენი მოიყვანოს მკვდრების საუფლოდან და შემდეგ ბრუნდებიან და ის ადამიანური ცხოვრებით, რაც განსაზღვრული არის რაღაცა მოკლე ვადით ხო. აი თავისუფალი ნება ყველაზე კარგად მგონია რომ ლუთიენის და ბერენის ამბავში ჩანს და სიყვარულით რო ანაცვლებ ამას, სიყვარულს ვაყენებ წინ რა. იდეალური ქალები არის, იდეალური ქალის იდეალური სახეებს ქმნიან ეს ლუთიენის და არვენიც. მე ასე ვფიქრობ რა. კი და ლუთიენი და ბერენი იმდენად მნიშვნელოვანი იყო თავად ტოლკინისთვის, რომ ეს მე მგონი წინა ეპიზოდშიც ვქვი, საფლავის ქვაზე მისი და მისი მეუღლის სახელებს ქვემოთ წერია ლუთიენი და ბერენი და როგორც სილმარილიონში გვხვდება მათი ამბავი დამოუკიდებელ რომანადაც არის ეს და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ამბავი არის ტოლკინის მთელ შემოქმედებაში და ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ ლუთიენი და ბერენი, როდესაც მკვლევრები ძალიან ბევრს წერენ მის შესახებ, აქ საუბრობენ ძალიან ბევრს მათ მითოლოგიურ საწყისზე. და როდესაც ტოლკინზე ვსაუბრობთ, რთულია ჩვენ არ ვისაუბროთ მითოლოგიაზე, რომელსაც ის იყენებს და ორფეოსისა და ევრიდიკის მითზე საუბრობენ, საიდანაც შესაძლოა რომ მათი ამბავი გაჩენილიყო და სხვათა შორის აი მითები ვახსენეთ და ტოლკინი ამბობდა თუ გახსოვს რომ უნდოდა შეექმნა ინგლისური სრულყოფილი მითოლოგია. ამბობდა კი, ის ამბობდა რომ მარტო ეს ინგლისური ენა არ ყოფნიდა მას,
იმისათვის რომ გამოეხატა ან ეს რომანში ყველაფერი გადმოეცა, ამიტომ იყენებდა, ამიტომ შექმნა სხვა ენები, რაღაცნაირად ამდიდრებდა, უნდა ითქვას, რომ ბარემ აქვე შეიძლება ვთქვათ, რომ იმდენად პოპულარულიც აღარ, იმდენად უყვარდათ, რომ მისი ეს 60-იან, 70-იან წლებში მისი მიმდევრები, ვისაც უყვარდა კიდე ბეჭდების მისი ესე იყო ნათქვამი ზუსტად ვერ მივხვდი აქ რა იყო ნაგულისხმები ზეცსართავის სახელები და ფრაზები და ტერმინები რომანიდან შეიყვანეს ლექსიკონში ოქსფორდის ლექსიკონში შეიტანეს გამიგეთ ამ რასამაბე გარუიცოდი აი ესე შეიტანეს სადღაც ინახება მისი ხელნაწერები ინახება მაგრამ ოქსფორდის სადაც შეიტანეს იყო როგორც დღეს არის ხოლმე რაღაცები რომ ვიმეორებთ ფრაზებს ასეთი ფრაზები იყო ძალიან მომეწონა ფროდო ცოცხალია ასეთი ფრაზა არსებობდა და უფრო ისეთი ცოტა უფრო კიდე მიწიერი იყო ესეთი გენდალფი პრეზიდენტად აი ესეთი სიყვარული იყო მაგრამ ეს ორკების მგონი ორკი თვითონ სიტყვა და ვარგი ორკი აი ესენი მათ შეიყვანეს უკვე ლექსიკონი. ხო, აი ესეც არის ტოლკინის ლექსიკონი და აი საკმაოდ სქელტენი ნახე რა წვრილი შრიფტი არის. დიახ. ანუ რამდენი ლამაზი წიგნია. კი, ძალიან ლამაზი წიგნია თავის ილუსტრაციებით. სხვათა შორის ეს თბილისში ვიყიდე წიგნის ფესტივალზე. ტოლკინზე ინგლისშია დაბეჭდილი, ხო? კი. აი ეს არის რაღაც English Book Education მე მგონი ესეთი წიგნების მაღაზია და თუ არ ვცდები მათ სტენდთან ვიყიდე და ანუ ეს იმის ილუსტრაცია არის რომ ფაქტობრივად აი ეს ერთი წიგნი სრულად არის მხოლოდ ლექსიკონი სადაც ნუ აღწერილია სხვა ტერმინები თუ პერსონაჟები და ასე შემდეგ. როდესაც აი საუბრობ რომ იმდენად პოპულარული იყო მისი გარკვეული ფრაზები თუ სიტყვები რომ ლექსიკონში შეიტანეს ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გავლენებზე რაც ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში ქონდა ტოლკინს მაგალითად ავიღოთ მუსიკა და ლედ ზეპელინი ამაზე მგონი ჩვენ ვისაუბრია მოკვირვა რა ხო ეს მეკითხარი ხო ვინაიდან როგორც პლანტი ისე რაგვარი არის გიტარისტი პეიჯი ძალიან დიდი მოყვარულები ყოფილან ტოლკინის და არაერთ სიმღერაში პირდაპირ ჩვენ გვხვდება ბეჭდების ბრძანებლის და ტოლკინის სამყაროს Ramble on კი Misty Mountain Hope მეორე იმ დღეს Ramble on-ში გვხვდება მორდორი და გოლუმი თუ ზუსტად მახსოვს აი გოგოს რო ეძებს ტექსტში და საოცარი მე მაგალითად ჩემს რომანში გამოვიყენე ძალიან მომწონს ეს ალბათ ერთი ყველაზე კაი სიმღერა არის The Battle of Evermore. ხო, აი ეს სიმღერა მე გამოვიყენე ჩემს რომანში ქრონიკული დაღლობის სურნელში ბოლოში სადღაც ირკუტსკში თუ სადღაც ისმის ეს მუსიკა რა. რატო უნდა ისმოდეს ნუ იქ შეიძლება ირკუტსკში არის ხალხი მოხოდილი არ ვიცი ხა და რაღაცებს იმაშები მაგრამ აი იქ სადაც სანამ მოკლავენ თავარ პერსონაჟს ისმის ეს მუსიკა ესეთი დამთხევა რომ ნუ დამთხევა არ არის ხა შემთხვევითობა არ არის მაგრამ ისე მომწონდა და მივხვდი რომ ძალიან დიდი არის ხო იცი რა ამ სიმღერაში რომელსაც შენ ამბობ გალადრიელის პოეტური სახე არისო ესე ხო ესე მსმენი არის მსმენია ამგვარი ალუზია არის და ეს Stairway to Heaven-ში პირდაპირ არ არის რაღაც არც პერსონაჟი არჩენს მაგრამ მთლიანად ამბობენ რომ ბეჭდების ბრძანებლის რეფერენსი არის ამ სიმღერაში თვითონ რომანში არის პოეზია და სიმღერები გამოყენებული რომანში. კი, სიმღერები. ხო, 60-მდე ლექსი და სიმღერა არის გამოყენებული. აქ არის სხვადასხვა ჟანრის ლექსები, მაგალითად, მოგზაურობაზე, სამხედრო მარშებზე, სუფრის სიმღერები, ასე რომ ვთქვათ, ბანაობაზე სიმღერები. კი. ამდენი რაღაცა არის, წარსულ დროზე, გმირებზე და მაგიური შელოცვები და ასე შემდეგ ან რომ დატირებებია ეს საოცრებაა ახლა ამდენი ესე როგორ დაიტია ერთმა ადამიანმა ამდენი ცოდნა მოდი ვთქვათ ცოდნა ვინაიდან
ეს სიმღერა იქნება, ჰიმნი იქნება, დატირება იქნება რეალურად, როდესაც იკვლევენ ამას აკადემიურ სივრცეში პროფესიონალი მკვლევრები, მკვლევრებს სპეციალურად განზრახვა ამბობ, მაგ ვიღაცები დამიწერენ, სწორი არის მკვლევრები და არა მკვლევარები. მუდმივად ისინი კავშირს ხედავენ სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიასთან, ანუ რეალურად ამ კაცმა იდეალურად იცოდა როგორც ენები, ისე მითოლოგია, ისე ისტორია. კი, ეგრე იყო. ბევრ სხვათა შორის ეს ელფები, ძირითადად ელფებზე საუბრობდა, მაგალითად უკმაყოფილო იყო ასეთ დონეზე, ისე უყურდა თავის პერსონაჟები, უკმაყოფილო იყო შექსპირი. ამბობდა, რომ იქ ელფებსო, ცუდად იხსენიებსო. კი. ხო, ელფი როგორ მართლაც რაღაცნაირი მე მინახავს სხვადასხვა ნაწარმოებები, სადაც ელფები სხვა ტიპები არიან, პატარები, რაღაცნაირი უცნაურები, ხო და უფრო ფერიების ხო, ელფი უკვე შეიქმნა ჩემი აზრით, ის იდეალურად შექმნა ტოლკინმა. ამის მერე მივხვდით ვინ არიან ელფები, თითქოს ესე ჯუჯები ვიცით ვინ არიან, შვენიურად დაალაგა ეს დაალაგდა შვენიურად. სიტყვა მაგალითად რაც მახსენდება იმას ვამბობ, მაგალითად ყველაფერს ისე აგებდა სიტყვა სარუმანის სახელი, ეხლა აღარ მახსოვს რომელი ენიდან გამოიყენა, მაგრამ თვითონ სარო ნიშნავდა თურმე ჯავშნი იმას რკინის პერანგს, საომარ ხო და სარუმანი აქედან შექმნა რა შუაშიო, მაგრამ იმ შუაშიო, რომ ესეთი ტიპიო სარუმანიო რა, ანუ ესეთი თან ტექნიკით არის გაკეთებული ტექნოლოგია აქვს და ეს ჯავშანის ის არის და თანაც თავის დაცვად შეუძლია და ამას მიაბა სარუმანის სახე. ყველა სახელზე ნაფიქრი ქონდა, კი? ხო, ასე მიაბა სარუმანის სახე და რა ვიცი, ბეოვულფიდანაც აქვს, სხვათა შორის არ უყვარდა როგორც მე მივხვდი, ტექნოლოგიური წინსვლები არ უყვარდა. ამაში მას ტომას ხარდს და რაღაც დევიდ ლოურენს და უილიამ ბლეკს და ესეთ ვიღაცებს ადარებენ, რომლებიც ასევე არ უყვარდათ ეს თითქოს რა რაღაცა, იმიტომ რომ რაღაცა ბუნებას რაღაც ეწინააღმდეგებაო ასეთი რაღაცეები. ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ დაიტევდა. ხო, ანუ მას ძალიან მჭიდრო კავშირი ჭირდებოდა, რაც ახსენე ბუნებასთან და სამყაროსთან, რომ შემდეგ ეს სამყარო შეექმნა, იმიტომ რომ ეს სრულიად ბუნებრივი სამყაროდან ამოზრდილი დამოუკიდებელი სამყარო არის და ფაქტობრივად ტოლკინი არის ფენტეზი ჟანრის ფუძემდებელი, აი ის იმ სრულყოფილი ფორმით, კი, რა თქმა უნდა, ეს ფენტეზი ჟანრის რაღაცა დეტალები, ელემენტები მანამდე არსებულ ტექსტებშიც არსებობს, მაგრამ ასე სრულყოფილი სახით ტოლკინი იყო პირველი პიონერი, ასე ვთქვათ და აი ნარნიას ქრონიკები ახსენე, ეს ორი იყო ფენტეზის პიონერი. როდესაც აი ბეჭდების მბრძანებელზე მაინც უფრო მეტი გამოგვივიდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს ტრილოგია ნამდვილად ასე ვთქვათ, მისი მთავარი ტექსტი არის. გოლუმის პერსონაჟზე რას ფიქრობ? ჩემთვის ალბათ ყველაზე საინტერესო შეიძლება ითქვას მისი პერსონაჟი არის ამ წიგნში. სხვათა შორის გოლუმი ენაზე ვისაუბრეთ და გოლუმსაც ახასიათებს თავისი ისეთი საუბარი, რომელსაც ეხლა სახელი ზუსტად არ მახსოვს, სადღაც ამოვიწერე, ეს არის ერთი ადამიანის როგორ არის იცით, მისი ენა ერთი ადამიანისთვის არის მისია რა კონკრეტულად ის არავის ენას არ გავს. საუბრისას იგი თავის კიცხავს. კი, თვითკრიტიკული არის. ძალიან თვითკრიტიკულია. ამავე დროს ისეთი მკაცრი ტიპიც არის ადრე დაბერებულია რა, ბავშვით არის, რომელიც ადრე დააბერა ამ ბეჭდის ხო. ეს არის ძალამ, ხო, ეს ჩემი აზრით არის ადამიანი, რომელიც მთლიანად გაიელვებს ამ რომანში კი არა და თავარი დედა აზრიც არის, ეს არის ძალაუფლების ქვეშ მოქცეული განწირული ადამიანი, რომელიც რაღაცის ძალაუფლების ქვეშ არის რა. ეს თემა სხვა თემებთან ერთად არის ეს დამოკიდებულება ხელისუფლებაზე, რაღაც ძალაზე რა. აი ესეთი კოშმარი დაემართა. აი ესეთი სახია ჩემი აზრით რა,
ცხადია იქ გაორებულია, ხანესია შერყეულია რა თქმა უნდა აი ამის გამო. ხო, აი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ვთქვი და მართლა ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო პერსონაჟია, ვინაიდან მთელი ამ რომანის მთავარი აზრსაც ის ატარებს. ძალაუფლებას, რა შეუძლია რომ ადამიანს დამართოს და ფაქტობრივად თან როგორც ცდილობს რომ აი ებრძოლოს თავის თავს, მაგრამ ის უკვე დაღუპული არის. ხო, ამას ახლა არ მინდა ხოლმე რაღაც შევადარო, მაგრამ ამას შეიძლება მალე წავაწყდეთ ჩვენთანაც რა. კი, ანუ ამაზეც მინდოდა მეთქვა რომ ჩვენ ახლა საუბრობთ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაწერილ წიგნებზე, საუბრობთ მით უმეტეს სრულიად შექმნილ ფენტეზი ჟანრის შექმნილ სამყაროზე, მაგრამ აქ არის ის მარადიული თემები, რომელიც დღეს ჩვენ ხელის გულზე გვაქვს. რა შეუძლია ძალაუფლებას, როგორ შეუძლია რომ დაღუპოს ადამიანი და გარდაქმნას ადამიანი და არა მხოლოდ ადამიანი, მთელი სამყაროსი და აი რაღაც პატარა მოდელზე ჩვენი ქვეყნის მოდელზეც რომ ავიღოთ, გადაიყოლოს მთელი ქვეყანა, ხო? კი. ფაქტობრივად მთელი წიგნი ეს არის. ძალაუფლებისგან გათავისუფლება. და დაუკვირდით, აქ შეტრიალებულია რომანებში ჩვენ რას ხედავთ ხოლმე რომანებში ვხედავთ მიდიან გმირები საგანძურის მოსაპოვებლად. თითქოს აქ პირიქით არის რა. გადასაგდება. და გადასაგდებოდა გასანადგურებლად მიაქვთ რა. აი ეს შეტრიალებულია, ეს ძალიან საინტერესოა, ეს უნდა გავანადგუროთ. ანუ ესე იწყება, ეს გვაქვს ხელისუფლების, აი ეს შეგვიძლია ჩავიგდოთ ხელში, აქ შემოდის მე სიამაყისა და სიმამაცის კავშირებიც, მაგრამ თავარი არცი ეს არის, რომ არ გვინდა ხელისუფლება, არ გვინდა ეს ერთპარტიულობა რა. ეს დაახლოებით ეგეთი რაღაც არის, იმიტომ რომ არ გვინდა ბეჭედი, უნდა განადგურდეს. მე მოვალ ამბობს დენეტორი ამბობს, მე ვიქნები, კაცო, კარგად, ეს თუ ჩემი იქნება ხელისუფლება, ხო? მე ყველაფერს კარგად, მაგრამ ემჩნევა დენეტორს, რომ ისიც არეულია, გამიგეთ რა შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ამ ხელა სამყარო განაგოს. შეუძლებელია რა. სხვადასხვა აქ რომანში კარგად არის აღწერილი ასევე ჩვენ სამყაროში ვაწყდებით საწინააღმდეგო პერსონაჟებს, მაგრამ ჩვენთან თითქოს რაღაცნაირად ეს აირია ერთმანეთში, რაღაც გამოკვეთილად ვერაფერს ვერ ხედავთ. ამას მიუძღვენი ახლა მე არ მინდა ჩემი ამაზე თქვა, მაგრამ მიუძღვენი ის ჩემი რომანი, როდესაც ერთი და იგივე რაღაცაზე შეიძლება, რა თქმა უნდა, აზრი შეიძლება კონდეთ სხვადასხვა, მაგრამ როდესაც ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები ორივე ერთდროული სიმართლე რომ არის, ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები. ეს ქრონიკული დაღლილობის სურნელზე საუბრობს. იმიტომ რომ ერთი და იგივე შეგიძლია თავისუფლად თქვა, რაც არ ხდება ამ რომანში, რაღაცა ტყუილზე თქვა, დიახ, ეს მართალია. მერე რა, ეხლა მე სიტყვას დავდებ და გავტეხ. ესეთი რამე ამ პერსონაჟებში არანაირად არ იქნება რა. არავინ არ გატეხს იქ სიტყვას. უარყოფითი პერსონაჟებიც კი თითქოს არიან, მაგრამ ერთი გოლუმი რა დავუშვათ. ეს ახასიათებს ტოლკინს კიდევ. აი რომ ვაკვირდებოდი, მე რაღაც ამოვიკითხე, რომ მაგალითად პერსონაჟები ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონაჟებია თითქოს არაგორნი და ფროდო. ერთი მამაცია, ეს მეორე თავისი უბრალოებით და თავისი ბავშვურობით აღწევს ამ სიდიადეებს, უფრო მეტ შეიძლება ვიდრე არაგორნი. აბსოლუტურად საწინააღმდეგო პერსონაჟები არიან არაგორნი და დენეტორი. ხო? ასევე ამბობდნენ გენდალფზე, მაგალითად, უпростоრად გალადრიელზე. გენდალფი და სარუმანის გასაგებია, რომ მე გაიყვნენ, მაგრამ აი გალადრიელზე როგორც ქალღმერთზე ქალღმერთზე მშვენიერზე და იმ ობუბაზე იქ რო არის ის ქალი ობუბა არის იქ ზემოთ გამოქვაბულში რო ცხოვრობს, ანუ ბოროტის და ეს აქვს შეიძლება რაღაც მეტად რაღაც უფრო პირდაპირად არის ეს, მაგრამ მე მომწონს ესეთი დაპირისპირებას და ესეთი პერსონაჟები მე მომწონს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ხელოვნებაში იქმნება ესეთი პერსონაჟი და ესეც ძალიან კარგია, როცა ვერ გაიგებ, როცა არ არის გამოკვეთილად ბოროტი რა. კარგია, განსაკუთრებით ახლა ლიტერატურაშიც არის და კინემატოგრაფში ძალიან ხშირად არის პერსონაჟი, რომელსაც უარყოფითია, მაგრამ ის ხარეზე ხარ, იმიტომ რომ აი ეს გოლუმბივი თავის თავს ებრძვის რაღაცა და ასე შემდეგ, მაგრამ ფენტეზის და
კარგი ხო, გაგების ფენტეზიში ხდება ძალიან რა ეს. ფენტეზიში თითქმის ყველა რაღაც ესე რო აღვიქვათ, ბედისწერა ახსენე, ბედისწერა და თავის დავალება აქვს, რომელიც უნდა შეასრულოს. ხო, აი ესეთი ამბები არის. ასევე თვითონ ასეთი სტილი აქვს შექმნილი მაგალითად პირველ ნაწილში. თუმცა შემდგომშიც რა. როდესაც ისინი მიდიან ყოველ ძალიან სახიფათო ამბავს ენაცვლება რაღაცა ვახშამი, სიმშვიდეში შესვლა, იქ რაღაცა რჩევების მიღება, ან თვითონ პროდუს აძლევენ ან რაღაცა დაუშვათ 4 მხედარი, შავი მხედარი რო გამოიკიდება, მე სადღაც იქ ტრაქტირში თუ სადღაც შევლენ და იქ კარგად არიან დაუშვათ, ან ბომბადილთა ხვდებიან მე დაუშვათ იქ და ეს უკლეორები ამბობენ, რომ ესეო მოწყვლადი ხალხის მოწყვლად ხალხსო ძალიან მოსწონს ეს რომანიო, კარგი გაგებით მოწყვალს, იმიტომ რომ თავ შეგეშინდება და მე უცებ მოეშვები, უი რა კარგია კაცო, არაფერი საშიში არ არის. უი ისე გამოვიდნენ, ეხა შეიძლება დაიღუპნო, ხმალი ჩაარტყეს რაღაც ხანჯალი და კვდება, მაგრამ უცბად მე მოხვდებიან ელრონთან და იქ რაღაცა ზღაპარში არიან. სულ ასია აგებული. შემდეგო მეორე ნაწილში უკვე ნახეთ მეორე ნაწილში როგორი რაღაცა შემოდის, მეორე ნაწილი პირველი ტომის მერე ისეთი რაღაცა შემოდის, რასაც ეხლა იყენებენ მე ლიტერატურაში იმდენად არ ვიცი, მაგრამ კინემატოგრაფში განსაკუთრებით სერიალებში იყენებენ ძალიან ხშირად და ამართლებს. ეს არის პერსონაჟების დაშლა, ეს საძმო იშლება და სხვადასხვა ისტორიები მიდის. ერთმანეთის შესახებ შეიძლება არც იციან და ეს ხაზები მიდის სხვადასხვა მიმართულებით და ხან ერთს უბრუნდებით, ხან მეორეს, ხან იქ და ეხლა თანამედროვე სერიალები საინტერესო რო გახდეს, ხო? სულ ასია, თუ გინდა იგივე სამეფო კარის ტამაშები აიღეთ ან ნებისმიერი, იშვიათად ნახავთ ისეთ სერიალს, რომელიც დაუშვათ ერთ ხაზს მიყვება. არის ეს, მაგრამ აუცილებელია გადასვლები, სხვა ისტორია, მეორე ისტორია, მესამე ისტორია. დამოუკიდებლად როცა ვითარდება პერსონაჟის ხაზი. ერთმანეთის შესახებ არც იციან. თუმცა მე ძალიან მომწონს როდესაც ეს აძლევს უფრო მე დინამიკას. დინამიკა, ზუსტად ეს დინამიკაა, მაგრამ მე ძალიან მომწონს ესეთი ხერხი, შეიძლება არაფერ შუაში არ იყოს, ეხლა ამ წუთას და შეიძლება ტოლკინთან ჩვენ ვერც ვნახოთ ეს მომენტი, იმიტომ რომ გინდალფი კითხულობს პროდუსერ, ეკითხებიან, როგორ ვფიქრობ, პროდუსერ ხალია, ან და ასე შემდეგ, ინფორმაცია თითქოს მათ არ აქვთ, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში გაკეთებული ნაწარმოებები რაც არის უკვე ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან დინამიურია რა, იცით, როდესაც სადღაც პერსონაჟები რაღაცა მოხდება სადღაც სხვაგან და აქ მეორე ჯგუფმა უკვე იცის იმის შესახებ. კი არ მოდი სპეციალურად კი არ უყვება ვიღაცა რომ იცით რა იქ ხერხია ესეთი რომ იქ ესეთი ამბავი მოხდა, შეიძლება მოუყვეს, მაგრამ ამოთმა უკვე იციან. იქ რაც მოხდება, მეორე პერსონაჟი უნდა გაიგე რომ იქ ის დაიღუპა. ან აი თუ ანუ პარალელურად ხო, ყველაფერი იციან, ამაზე დროს აღარ ხარჯავენ. ანუ ეს თანამედროვე, როდესაც მეც რაღაცას ვწერ, რაღაცა უნდა უკვე გაატარო, ისე დაწულებით ვეღარ მოუყვები რა. აღარ არის საინტერესო რა. რაღაცა უნდა გამოტოვო. კინოს ტყუილა არ ვახსენებ, იმიტომ რომ ეხლაც მეც მუშაობ ამ ჟანრში კიდევ მუშაობ. ხოთაშორის აი ძალიან ბევრი ვიცი, ვისაც ბეჭდების მბრძანებელი ძალიან უყვარს, მისი აი ამ ფან-კლუბში არის ჩართული, მაგრამ მარტო ფილმი აქვს ნანახი, იცი? და უთქვამთ რომ აი რაღაც წიგნის კითხვა დაიწყო, მაგრამ ის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ხო. მაგრამ ამ ფილმმა ძალიან დიდი წარმატება მოუტანა როგორც წიგნს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ მართლა იდეალური ეკრანიზაცია არის. ნუ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მაინც ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ იმას თავისი აი ზუსტად ეს თქვი რა, რომ აი ეს დეტალური იქნება თუ მაინც რთულად იკითხება, ეს არ არის მარტივად. ახლა ჰობიტები კი. ჰობიტი კი, სილმარილიონიც მეტნაკლებად. შეცვლილია რაღაცეები, გამიგეთ რა შესაქმე. შეცვლილი არის ბევრი რამ. ბევრი რამ შეიძლება არ არის შეცვლილი, მაგრამ ხაზები სხვანაირად არის, თან იმას დასასრული აქვს. აქ ახლა ესენი რომ წავიდნენ და გადავიდნენ რომ ბრუნდებიან იმ ასე ვთქვათ, შეიძლება სულიერი სამყარო დავარქვათ თისიქით და ნაწილში რომ გადადიან, ბოლოში ისიც თავდება, ხო? სად გადადიან და გამახსენდება იქ, სადაც ცხოვრობენ. საიდანაც გადმოვიდა ეს მთელი სამყარო აქეთ, როცა ბრუნდებიან. ეს წიგნში სხვა სემუელ გენჯიც მიდის იქ, როგორც ბეჭდის, ისიც იყო ბეჭდის ბრძანებელი. ისიც გამიგეთ, ისიც მიდის, სხვაებიც მიდიან. მერე პიპენი და ეს მისი მეგობარი არაგორნის სანახავად მიდიან, ბოლო ეპიზოდი ამ ტოლკინს ამის მერე შექმნა ქრონოლოგია.
სადაწყება ასევე ძალიან საინტერესოა, იცი წლები, სად როდის მოხდა. ნამდვილი ისტორია რაც ფილმში არ არის. არ არის ფილმში და ეკრანიზაცია თუნდაც ახლა პარალელებს არ ვავლებ, იგივე მაგალითად მარტინის ჯორჯ მარტინის სამეფო კარის თამაშები ფილმი ერთია. მე აღარ ვამბობ ბოლო ფინალებზე და რაღაცებზე, რომელიც შეიცვალა და ხალხს არ მოსწონს, მაგრამ მანამდეც როცა კითხულობ, იქ ბევრი რამ სხვანაირად არის და უფრო მდიდრულად არის და უფრო ისეთ რა არის, ახლა რამდენჯერ უნდა ნახო ეს ფილმი, შეიძლება ნახო 20 ჯერ, მეც ვნახე, მაგრამ ხო ღირს რომ გადაახალისო და ხა წიგნი წაიკითხე. არა, ხა მე სიამოვნება წიგნიდანაც მოვიდეს. მე ამას ვეთანხმები კი არა, მე ამისკენ მოვუწოდებ კიდევაც. პოპულარიზაციას ვახდენა. ხო, აქ მე იმაზე მინდოდა საუბარი, რომ დღეს თანამედროვე მკითხველი როგორი არის, ხო, შეიძლება ფილმი იდეალურად მოეწონოს, მაგრამ საკმაოდ დაღლილი არის ასეთი ეზარება ასეთი წიგნების კითხვა, სადაც დეტალურად არის ჩაშლილი რაღაცები, აღწერები ახსენე და ასე შემდეგ. იქ აღწერებიან, მაგას გადაახტებიან, გადმოახტებიან. თანაც ბოლო დროს ძალიან გახშირდა ესეთი კითხვა, რომ ესე რა ქვია, ეს ნამდვილ ამბავზეა აგებული. ეხლა ეს რო ვიღაცა მიკითხოს. მიდდა გაეცი პასუხი რა. ხო და მე ხა აღმოსავლეთ ნამდვილი ამბავი არის, აბა ანუ ჩვენ ვისაუბრეთ ძალაუფლებაზე, თუნდაც ეს ერთი მომენტი ავიღოთ. ეს ნამდვილია. ესეთი საკითხის დაყენება, მაგრამ აღმოსავლეთში, ინდოეთში მაგალითად მე ვიდეო ხომ და რაღაც იქაური ფილოსოფია, რელიგიები ვიცი, იქ ასე არ დგას. თუ ადამიანი რაღაცას გაიფიქრებს, ასეთ რაღაცას გააკეთებს, ეს რეალურია უკვე. ხო არის რეალური. ეს სამყარო, ესეთი რეალური სამყარო უფრო მოქმედებს ჩემზე, ვიდრე რომ გავიდე და უშუალოდ და გარეთ რაღაცა შუბს შევესწრო ვიღაცა. და ამითი კიდევ იმის თქმა გვინდა, რომ ნებისმიერი ჟანრობრივი ლიტერატურა, ამ შემთხვევაში ფენტეზზე ვსაუბრობთ, შეიძლება ყველაზე მწვავე და აქტუალურ თემაზე საუბრობდეს და არა პირდაპირ და რეალურად ნებისმიერი წიგნი იქნება, რომანი, ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში ეს იქნება, არ ვიცი, ნახატი თუ მუსიკა, რეალურად ჩვენ ხო ადამიანები ვართ, ადამიანები წერენ ადამიანურ სიძლიერეზე, სისუსტეზე, სურვილზე, ადამიანურ მოვლენებზე და ნებისმიერ შემთხვევაში ის მაინც იქნება რაღაცა კავშირში ჩვენს ხედვებთან. ფენტეზიზე რადგან საუბრობთ, ტოლკინი არის ჩვენი ესე იგი ამოსავალი, კიდევ ხო არ გახსენდება აი ეს გავლენები, სად გიგრძნია ტოლკინის, ჩვენ მუსიკაზე ვისაუბრეთ, ლედ ზეპელინი ვახსენეთ. როულინგთან ნამდვილად ვიგრძენი რა. როულინგთან ვიგრძენი სხვა კუთხით. ეხლა ვეღარ ვიხსენებ, იქ ცეცხლი იყო, სხვადასხვა ფერის ცეცხლი რაღაც, ისეთი რაც მაშინ როცა ვკითხულობდი ჰარი პოტერს. აი თუნდაც ეს ჰოკრუქსების ნაწილი, როდესაც ჰოკრუქსი, როდესაც დიდხანს აქვს პერსონაჟს, ის მას აგიჟებს, შეგვიძლია ვთქვა, ანუ კი, ეგაც. აი რონალდ უიზლის რაც მოსდის. კი ბატონო, ძალიან ბევრი მომენტი არის ესეთი. ეხლა უბრალოდ ეს აღარ მაშინ მახსოვდა პარალელები გავავლე. არ ვიცი, მართლა მისი მოწაფე იყო როულინგი, ზუსტად არ ვიცი. არ ვიცი, ეს არ მსმენია. მაგრამ ნუ პირობითად დავარქვათ, რომ ეხლა მე თუ წერა ეს შეიძლება ვიყო მოწაფე რა, ასე ვთქვათ. ხო, რაღაცა მაკუთხით კი. ხო და ეთყობა ზეგავლენა შეიძლება ეხლა ესე პირდაპირ არ გადმოიწერა, მაგრამ ხომ გესმით. მე მომხრე ვარ იმისი თუ ამას ესე ნულიდან ვერაფერს ვერ შექმნი და თუ რაღაცას გამოიყენებ, ოც განავითარებ. ჩემი აზრით ეს არის ძალიან კარგი რა. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც მე საერთოდ დამაფიქრა ამან და მივხვდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხა ცოტა სხვა კუთხით დავინახავ ამას, აი რო ამბობენ ნამდვილი ამბავია ამაზე. ჰარი პოტერში აქედან დავფიქრდი. დაუშვათ იგივე ჰარი პოტერში და სხვა ნამუშევრებში, როდესაც ასეთ რაღაცას ქმნის ადამიანი, შეუძლებელია რომ ყველაფერი დალაგებულად ქონდეს. ანუ აუცილებლად მოსდის რაღაცა რღვევა და შეუთანხმებლობა შიგნით. ჰარი პოტერში ბევრია ესეთი მომენტი, როდესაც მაგალითად ვერ თუ აქ ესეთი ძალები აქვს, იქ რატო აღარ აქვს ძალები. ანუ რაღაცა ქრონოლოგიაც იმდენად არ არის, რამდენად შესაძლებლობები არის თითქოს დარღვეული და რაღაცნაირად ვეღარ არის გათვალისწინებული ეს ადამიანი შეუძლებელია. ეხლა დაუშვათ როულინგს ეგ გაეკეთებინა ეგრე რომ ყველაფერი ეგრე შეეთანხმებინა რომ დაწყობილი ყოფილიყო რაღაცა შეცდომებივით არის რომელიც ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ლიტერატურული ნაშრომი თუ რომანი ისეთი კარგია ამას აღარ აქცევენ ხო ეპატიება ხო ეპატიება იმიტომ რომ მაგალითად იგივე გენდალფის შესაძლებლობებზე როცა საუბრობთ
რასაკეთებს როცა ეომება დაუშვათ ამ რა ვიცი აი გენდალფი და დამბლდორი ხო გენდალფი და დამბლდორის მომენტი გენდალფზე ვიტყვი უფრო როცა ის ომობს რა შესაძლებლობები აქვს როდესაც დაუშვათ მას შეუძლია ესეთი იმას ეომოს რა ქვია ბალროქს და ამ დროს ჰობიტში ხეზე ზის რაღაცა მგლებისგან შეშინებულები ეს ჯუჯებთან ერთად კი არა ხო ჯუჯებთან და ჰობიტთან ერთად ზის ხეზე და რაღაცა ცეცხლის ბურთებს ისვრის ანუ ჰობიტი თავიდან დაიწყო ესე ჰობიტი ეხლა ვერ ვიტყვით რომ გენდალფი მერე უფრო გაძლიერდა შეიძლება ასე ვთქვათ მაგრამ ეს შეუთანხმოებები არსებობს ვა აქ თუ ასეთი სუსტია ცოტათი იქ როგორ ეგ სისუსტე შეიძლება რომ აღვიქვათ რომ მათთან ერთად ზის და რაღაცით თამაშობს ხო უნდა ჩამოსულიყო იმ გლებს გააკრობდა ეხლა იმ გლები ვინ იყვნენ გლებზე შემსხდრები ეს გლის მაგვარი კი მახსოვს მაგრამ ეს რატომ ამბობ იცი რომ ესეთი რამე ყველგან არის რა ნებისმიერი მწერლის შემოქმედებაში არის ამას იპოვი ყველგან დოსტოევსკი არის და მილიონ რაღაცას მოუძებნი რა იტყვი რომ მილიონ შეიძლება ვერა მაგრამ თქვა რომ უი ეს რაღაცა ცოტა უცნაური ხელოვნებაა ეს ამიტომ აქ სწორედ ეს მათემატიკური სიზუსტით ვერ დაწერ რომანს საჭირო რა რომანს იმიტომ რომ ეს მათემატიკური სიზუსტე ამას ძალიან რაღაც შრალს გახდის და არ ივარგებს მაგრამ ეს უბრალოდ ვაუ ამბობთ ეს გენდალფიც და დამბლდორიც მაგალითად რო ავიღოთ ეს დამბლდორსაც ძლიერი შესაძლებლობები აქვს და რაღაცა მაინც რაღაც თავს მოაკლევინებს ვიღაცას იქ და რაღაცა ჩახლარდა როულინგმა ჩემი აზრით რა ზარი. სხვადასხვა აი დამბლდორზე ბერჯერ მქონია ეგ განცდა რომ აი რატო არ აკეთებს ახლა ამას მან თითქოს ყველაფერი იცის თითქოს შეუძლია მაგრამ ხო მაგაზე იცინოდნენ კიდევაც ჩემი შვილის თანატოლები მეგობრები უკვე ნუ ახალგაზრდები რო იყვნენ იცინოდნენ ხოლმე რომ განთქმული ფრაზა რომ ჰოგვორტსი ყველაზე დაცული ადგილია. ხო. და ამ დროს ყველაფერი იქ ხდება. იქ შემოვარდება ტროლი და იქ არის ბრძოლა და იქ არის და ყველაზე დაცული ადგილი და იცინია ხოლმე, მაგრამ ეს არ აკნინებს აბსოლუტურად რა. იმდენად კარგი პერსონაჟები არიან, ამიტომ აი რა დავარქვა ამას. ეს მშველის მეც იმაში, როდესაც მეც რაღაცას ვწერ ყველაფერს ვერ გავითვალისწინებ რა და ამიტომ მიიღეთ ისეთი როგორიც არის. ჩვენ ადამიანები ვართ, ეხლა ჩვენ ღომერთები არა ვართ რა. ამიტომ ჩვენ რო შევქმნით რამის, ტოლკინიც ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ის ადამიანი იყო და ამიტომ მასთანაც რაღაცებს ვიპოვით ასეც რა. მე ასე ვფიქრობ რა. ეს არ არის გადამწყვეტი რა. რომანს აქვს ძალიან დიდი სიღრმე და სიღრმე აქვს რომანს. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეპიკური რაღაცეები ხდება. თან იცით როგორ არის, თითქოს ისეთი სამყაროს ქმნის, რომ არ ახარ ნამყოფი იქ. მაგრამ ას შენია რა, ეს ელფების ადგილები ეს ისენი და აი ეს მომენტი ქმნის ისეთ გარემოს როულინგთანაც. ყველას უნდა ჰოგვორტსში სწავლა. ყველას უნდა. ასეთი სამყაროს შექმნა, ჩემი აზრით არის გმირობა რა. კი, აი ტოლკინის შემთხვევაში ნამდვილად გეთანხმები როულინგთან კიდე სხვა მომენტი არის. როულინგს ფაქტობრივად ორი პარალელური სამყარო აქვს, ერთი რეალური, სადაც ჩვენ ვართ და ჩვენთან ერთად ცხოვრობს ჰარი, როდესაც არ დადაგებზე დეიდასთან, მოდის მეორე ეს ჰოგვორტსი, სადაც აი პარალელურ სამყაროში გადადის და ტოლკინის შემთხვევაში აი ამ ნამდვილობის განცდას და თითქოს ავთენტურიც კი ხდება, როდესაც რაც უფრო მეც კითხულობ, ქმნის მისი ეს შრომა ჩადებული ფაქტობრივად აი თითქოს მართლა აფეთქება მოახდინა და ყველაფერი მზიდან და მთვარიდან დაწყებული კიდევ ვიტყვი ბოლო პერსონაჟით დამთავრებული თვითონ შექმნა. ხო. დიახ ეს. აი ეს რა მაგარია სილმარილიონი რო იწყება, რომ ჯერ ნათება ხის ნათებით რომ საზრდოობს გარემო, ხო? არც მთვარეა, არც მზე და მერე აი სილმარილები როგორ ინახავენ ამ სინათლეს. კი. მე ასეთი რამე შევამჩნია, რომ შესაძაც ასეთი ლიტერატურის მწერლები ძირითადად ხო ეს რაღაცებს ქმნიან ძალიან იკვეთება ხოლმე მე რაც შემისწავლია ახლა რაღაც ისეთი სულიერი საკითხები აღმოსავლეთი ინდოეთში ხო განთქმული ვედები სადაც თავისი ამბებია მოყოლილი იქა ძალიან საინტერესო ამბებია და ისიც წაიკითხოს კაცმა ვერ დაიჯერებს ისეთი ამბებია რეალურად წარმოდგენილი რა და აქ ამათი ნაშრომები იმასთან რომ იკვეთება
ეს ხდება საოცარი. ესე იგი ახლა არ ამგონია მაგალითად რომ ტოლკინს აკითხული ქონოდა და უშუალოდ იქ რაღაცა ვედური რაღაც ისე უპანიშადი არ ვიცი მქონდა აკითხული რა თქმა უნდა ექნებოდა მაგრამ ის ისტორიები რო აქეთ გამოეყენებინა მაგრამ აი ამ თავისი გამოცდილებით მიდის იქამდე და ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა რომ იმ პერიოდში სწორედ გამიმძაფრდა შეგრძნება მაშინ წავედი ინდოეთში და იქ ორი გურუ რაღაცა და პარალელურად არსებობდა ეს მიწიერი დავარქვათ ამას ესეც არ იყო მთლად მიწიერი ეს ტოლკინის შემოქმედება ხო ეს ორი რაღაცა ჩემს ცხოვრებაში ახსოვს და ძალიან სასიამოვნო შეიძლება ეხლა ორივე არ უნდა ყოფილიყო ასე მეტყოდნენ განსაკუთრებით იქიდან მეტყოდნენ რომ რადგინდა ეხლა დროს ტოლკინია მაგრამ ჩემთვის ეს ორივე მხარე რადგან ეგეთი ტიპი ვიყავი ნახევრად მიწიერი ნახევრად ესეთი მავსებდა ძალიან მახსოვს თემქაზე ავდიოდი ხოლმე მაშინ იმდენი ხალხი არ იყო და იქ რაღაცა ესე გავყურებდი ხოლმე რაღაცა ტყესავით რაღაცა იყო და აი ესე ეხაც მახსოვს ეს განწყობილება შემოდიოდა აი ამ ბეჭდების ბრძანებლის და ჰოგვორტსის და იმის განწყობილება შემოდიოდა ანუ ესეთი ნარნიის ნაკლებად ნარნიის ისენი უფრო ვერ შემოდიოდა ჩემთან ნარნია უფრო მეტად ზღაპრული იყო თუმცა ქრისტიანული რამბები და ისინი იქაც არის ძალიან ისეთი ხო ძალიან სასულიერო პირი იყო მისი ავტორი ხო იმიტომაც თარგმნა მე სონღულაშვილმა თარგმნა მე მგონი იქ ნარნიას ქრონიკები ხო მე მგონი არ მახსოვს ვინ თარგმნა სონღულაშვილის რომელიღაცა აი ბაპტისტური ეკლესიის კი ვიცი ხო თითქოს წამიკითხავს რომ ეს ლომის სახე ქრისტეს სახე არის და მაგრამ ჩემ აი დღევანდელ დღემდე გამომყვა დღევანდელ ეხლა პროექტორიც კი გვაქვს უკვე სანდრო მოიტანა პროექტორი ეკრანი გვაქვს და მაღალი რეზოლუციით უყურებთ ხოლმე ამ და კინოზე უფრო კარგი აღმოჩნდა სახში რო უყურებ ისეთი ჩანს კინოშიც არ არის ხოლმე ისეთი ეს ბეჭდების ბრძანებას დეტალები ჩანს და პერსონაჟები არიან ძალიან კარგი პერსონაჟები არიან რა. დაიშენ კარგი რამ ახსენე რომ აი გავყურებდიო და თითქოს ეს ტოლკინის და როულინგის სამყაროსთან. როგორ არ არის? არ ვიცი, მე მართლა მაქვს განცდა, იმდენად ხელშესახები არის და აი ამ ყველაფერთან ერთად თანაცხოვრება, ჩემთვის იმდენად უკვე გამოცდილი პრაქტიკა არის, შემიძლია ესე ვთქვა, რომ მე საერთოდ ვერ აღვიქვამ, რომ ის სხვა სამყარო არის და მithქვამს კიდევაც ამ ჩემს ვლოგში ერთ-ერთ ეპიზოდში, რომ პოტერჰედების მთავარი სადარდებელი ის არის, რომ მართლა ფიქრობენ, რომ ჰოგვორტსი არსებობს და თვითონ მაგლები არიან და ანუ გულწრფელად მქონია და დღემდე მაქვს ძალიან ხშირად ეს განცდა და ტოლკინის სამყაროსთან მიმართებითაც ის ჩემთვის როგორც ძალიან დიდი მოყვარულისთვის ძალიან ავთენტური არის. ის საერთოდ არ არის გამოგონილი. ის მხოლოდ წიგნში და ფილმში თითქოს არ არსებობს და რაღაცა უცნაურია, მაგრამ ეგრე არის რა. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრებიდანაც, მწერლებიდან, ხელოვანი ხალხიდან არიან ისეთები, რომლებიც ასეთ რამეს არ წაიკითხავენ, ამას ხელს არ მოკიდებენ. იცი როგორ უბრაზობ? ანუ შეიძლება ხელი არ მოკიდო და არა, რატო უბრაზობ? იმიტომ არა რომ არ წაიკითხავენ და არ შეიძლება არ მოეწონოთ. ანუ უბრალოდ აკადემიურ სივრცეზე ბრაზობ ხოლმე, როდესაც ფენტეზის არ აღიქვამენ რაღაცა ღირებულ ტექსტად. ხო, ნუ ეს ჩვენთან ძალიან უცნაურია ჩვენთან ეს. ჩვენ ეს არ ვიცი, რაღაც საქართველოს სცენია. ხო, მეთანხმები რომ ესე არის. მე ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი შემოხვედი. ხო. და ამათთან ერთად ჩვეულებრივ კითხულთან ერთად არის განთქმული ისეთი პერსონაჟებიც არიან, პოეტები, ვიღაცები, რომელიც მარტო ავანგარდზე ფიქრობენ. ქმნიან ისეთ რაღაცებს, რომელიც ძალიან დასაფასებელია და იმას შეიძლება მე მიაბა, მე კლასიკური ხელოვნება იმით საზრდოობს, მაგრამ ამაზე მე ჩემ მეგობარს მივწერე რა, ამერიკაში იყო და მივწერე ზუსტად იმ პერიოდში რა 2000 წლებში. აუ ძალიან მომეწონა მეთქი ფილმი გამოვიდა წიგნის საკითხული ქონდა, მაგრამ თუ წიგნზე მივწერე, ბეჭდების ბრძანებელი მეუთხარი ისეთი გარია. ისეთი საზღვრობა მითხრა იქ. რა გითხრა? აქ ვერ ვიტყვი. ბეჭდების ბრძანებელი ხო არსებობს? აი ჩვენ გვაქვს იცი რა. აბა ყურსასმენი გაიკეთე? გააქვს თან? არა, მაგას ვერ ვიტყვი რა. ანუ აქ გვაქვს ესეთი ისე? ეს მითხრა სერიოზულად რა და
საერთოდ გადამივარდა გამას, მე უთხრა საერთოდ არ დაველაპარაკებ, იმიტომ კი არა ეს საინტერესო ალბათ, მაგრამ ეს საიდან მოაფიქრდა. აი ესე მაჯახა პირდაპირ შუბლში რა. კაი მეუთხარი შენ. ანუ სად არის გესმის ეს ესეთი რაღაცა რადიკალური იმაშია რა. ანუ ეს კაი მეუთხარი და ამ დამთავრდა ამის მერე მივხვდი რომ ესეთი ხალხი არსებობს ეხლა და მე მგონი აგებენ ამით რა. წაგებულები რჩებენ, იმიტომ რომ ესეთი სამყარო უნდა არც არ შეიძლება სულ სერიოზული იყო და სულ სერიოზული აქაც არის, მაგრამ არ იყოს ესეთი რაღაცნაირად პრაგმატულობაც არ ქვია, ამას არ ვიცი რა ქვია. ეს ამას რა ჯობს ახლა, როდესაც თან ფილმს ეკრანიზაციის დროს ისეთი მუსიკა ახლავს თან კიდევ, ისეთი მუსიკებით, ისეთი საუნდტრეკი, რომელსაც დღეს ცალკეც ისეც უსმენ რა და კარგ განწყობილებაზე მიქმნის ახლა რაღაცა ხონდა კარგი განწყობილება შემიქმნეს. იგი აქვე ჩაურთა იმ ჩემ მასწავლებლის, რომელიც ინდოეთში იყო, ძალიან კარგ რაღაცებს მეუბნებოდა და ერთხელ მითხრა, ასეთი რამეც მითხრა რა, რომ შენ თუ ყოველდღე დაიწყებ ვიღაცა ბოროტი ან ცუდი პერსონაჟის შეფასებას, მის ნათქვამს გააზიარებ, მის სიტყვას გაიმეორებ, მას გააშიფრო, მას გააკრიტიკებ, ეს იქნება მედიტაცია ამ კაცზე. ხალხს აქვთ მედიტაცია, პირდაპირ ვამბობ, ყოველდღიური მედიტაცია აქვთ უცნაურ ადამიანებზე, რომლებზეც ამბობენ, რომ არ ვარგანან და მაინდა-მაინც იმათი ციტირება ხდება და არაფერი სხვა, ანუ ეს გაუჩნდათ და ამაც ებრძვიან და შესაბამისად თვითონ იღებენ ამ თვისებებს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამას არ ებრძოლო, მაგრამ ესე არა. ამიტომ ყოველთვის საჭიროა, რომ მედიტაცია გააკეთო კეთილზეც რა. ნაწარმოებებში მე სიკეთეს ვხედავ რა. ამიტომ კარგი იყო დღეს რომ მომიწვიე შენმე. იმიტომ რომ ეს განწყობილება შემექმნა. ახლა გაცილებით უკეთესად ვიქნები. უფრო ვერ მომერევიან რა. მიხარია, რომ განწყობაზეც ვიზრუნე. ძალიან დიდი მადლობა ალეკო. მე მგონი მე ვფიქრობ რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა. თათო რას ფიქრობ? ორი მომენტი ამოჭერეთ რა. ერთი რო სიტყვა ვერ ვთქვი და მეორე ის ამოჭრილია ხო ის უზრდელობა. არაფერსეც არ ამოჭრი. ის მეორე ხო თუ ესე არ გააკეთე, მაგრამ ხალხი გაიგებს ხო მაინც რა. არა, ავუწევ ტუს ისე რომ ვერ გაიგონ. ხო და აკავეთ რას გინდათ ადამიანი ჩვეულებრივი ამბებია ახლა. სამარცხინო რა გვაქვს არაფერი. არც არაფერი. ჩემი გადაცემის სტუმარი იყო ალეკო შუღლაძე, მწერალი, რომელიც ახლა ახალ წიგნზე მუშაობს, ასე გამიმხილა მოთხრობების ახალ კრებულზე. მე ვიცი რომ ბევრი მკითხველი ყავს შენ ჩვენთან, ბევრს უყვარს შენი წიგნები და ეს სიახლეც ვუთხრათ საჭირო არის. ამასთან ერთად ხომ არ დაანონსებ, ვიდრე ჩაწერას დავიწყებდით, ინდოეთში წასვლას აპირებ და იქნება ესეც სასარგებლო ინფორმაცია იყოს. შეიძლება ხო პატარა რეკა. კი, რა თქმა უნდა. მეგობრებო, საოცარ ტურს ვაკეთებ ინდოეთში 7 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით. ვინც ნამყოფია ის იმან იცის და დამერწმუნება რომ ძალიან კარგი ჯგუფები გამოდის და ძალიან საინტერესო არის ინდოეთში, იმიტომ რომ იგრძნობა თავისუფლება იგრძნობა ხოლმე პირველი შეგრძნება რაც არის ინდოეთში, ეს არის სილაღე და თავისუფლება, გაგიკვირდებათ, მაგრამ ასია იმ ბევრ ხალხში და იმ რაღაც თითქოს ქაოსში, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვათხოვეთ და თუ გამომყვებით ტოლკინზეც თუ დაგაინტერესებთ ისაუბრებთ. ტოლკინზეც ისაუბრებთ იქ და სხვა საიდუმლოებსაც გაგანდობთ ისეც, რომელიც თქვენ ჯერჯერობით შეიძლება არ იცოდეთ და თქვენ გამანდეთ რამე საიდუმლოებები თუ იცით. მოკლედ კარგი იქნება თუ წავალთ ერთად რა. მადლობა რა ვიცი, ყველაფერთვის დიდი მადლობა მოწვევისთვის. გამიხარდა და მიხარია რომ ტოლკინი ცოცხალია. ტოლკინი ცოცხალია. ხელოვნება ცოცხალია, ვიდრე მას კითხულობენ, ვიდრე მას აფასებენ და ვიდრე მას უსმენენ და ასე შემდეგ. მოკლედ, თქვენ უყურებდით მარიამას ვლოგს, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, ვიმედოვნებ, რომ ტოლკინის მოყვარულებმა უყურეს ამ ვიდეოს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს, ჩვენ შთაბეჭდილებები მოეწონათ ან არ მოეწონათ, ეს კომენტარებში იქნებ გამიზიაროთ. შესაძლოა თქვენ ახლა აღმოაჩინეთ, რომ ამდენად საინტერესო არის ტოლკინი და ერთი ადამიანით თუ წაიკითხავს ჩვენი ვიდეოს შემდეგ, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება არა. რო არც არავინ არ წაიკითხოს, მაინც გამარჯვება. ჩვენ იმიტომ რომ წაგვეკითხა. გამოიწერეთ მარიამას ვლოგი, გამოიწერეთ Redline-ი, გამოიწერეთ კიაფი. მადლობა და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.